ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. გამოწვევები არსებობს, ეს გამოწვევები დაგროვდა, თუმცა ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობას, ურთიერთობას აქვს ძალიან ხანგრძლივი ისტორია. აქედან გამომდინარე, ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ ეს ურთიერთობები მაქსიმალურად აღდგეს და ეს ყველაფერი აისახოს ურთიერთობებში ხელისუფლებებს შორის. პრობლემები რაც იყო, ბუნებრივია რჩება. არცად წასულა ბუნებრივია, არც ადეიშვილი, არც ლორთიფანიძე, არც ის განცხადებები, რომლებიც კეთდებოდა, არც ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება და ეს შემდეგ. ეს რა თქმა უნდა, ჩვენ გუშინ ვიყავით არსებითად კონცენტრირებული მეგობრულ საუბარზე. და ეს იყო სულისკვეთება, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი. სიღრმეში არ შევსულვართ, მათ შორის პრობლემებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, პრობლემები იყო და ეს პრობლემები არცად წასულა. უბრალოდ ჩვენ უნდა ვიყოთ მომავალზე ორიენტირებული. ზელენსკი ნეგატიურ კონტექსტში მე პირადად არასდროს მიხსენებია და ამას აქვს ერთი მარტივი მიზეზი. მიუხედავად იმ პრობლემებისა, რომლებიც იყო დაგროვილი, ამას აქვს ერთ-ერთი მიზეზი. ზელენსკი არის იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც არის დღეს ომის მდგომარეობაში და ეს ქვეყანა არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა. აქედან გამომდინარე, მე ყოველთვის უფრთხილდებოდი ჩემს სიტყვებს კონკრეტულად პრეზიდენტთან, ბატონ ზელენსკისთან დაკავშირებით.